დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 24 ოქტომბერია, პარასკევი ეთერში ერთსულოვნების დილა, კახა მიქიაშვილთან და სოფიო კუჭავასთან ერთად ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. მეც მოგესალმებით, მადლობა რომ გვიყურებთ და შევეცდებით საინტერესო წარიმართოს დღევანდელი ეთერი. მანამდე საეკლესიო კალენდარი მოვისმინოთ, რის შემდგომაც გადაცემის ანონსს გადაცემთ. 24 ოქტომბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოციქულ ფილიპეს, ღირს თეოფანე აღსარებელს, ნიკეის ეპისკოპოსს, კანონმთქმელს, წმინდა მოწამეებს, ზინაიდას და ფილონილას. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით, უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. დღეს პარასკევია, ამ დღეს ტრადიციულად მოძღვარი განმარტავს ხოლმე სახარებას, რომელიც კვირას იკითხება ღვთისმსახურებაზე. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე, რომელიც განგვემართავს სახარებას, რომელსაც კვირას მოვისმენთ საღვთო ლიტურგიაზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იწყებს საინფორმაციო კამპანიას ტყის ბუნებრივი სიმდიდრის გაფრთხილების შესახებ. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდება ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა აღდგენის დეპარტამენტის ტყის დაცვის სამმართველოს უფროსი გიორგი მამადაშვილი. ხვალ 16 საათზე გალერეა უნივერსში საინტერესო გამოფენა გაიმართება სახლიდან გალერეამდე. ასე უწოდა მაისურაძეების ხელოვანმა ოჯახმა ამ ექსპოზიციას, სადაც წარმოდგენილი იქნება საკმაოდ მრავალფეროვანი ნამუშევრები გადაცემის მშრალობისას. ამ მეტად საინტერესო გამოფენაზე ჩვენ სიუჟეტს ნახავთ. ფესტივალის ოქროს მუზას წლევანდელ ღონისძიებას კუნძულმა მალტამ უმასპინძლა. თემაზე სასაუბროდ გადაცემის დასკვნით ნაწილში შემოგვერთდებიან მერამ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ მუზას დირექტორი დავით გეგელაშვილი და ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი მალტაზე ირინა ცერცვაძე. ახლა კი ამის პროგნოზი მოვისმინოთ და უკვე მოძღვართან ერთად დაგებრუნდებით, დაგველოდეთ.
მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ახლა ჩვენ მოვისმენთ იმ სახარების განმარტებას და შინაარსს, რომელიც კვირას თვისახურებაზე წაიკითხება. სასაუბროთ კი შემოგვიერთდა სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე დილომშვიდობის ემამულებით. სარგებლოთ ჩემთხოვი და გელოცავთ დაბადების დღეს და ორმაგი მადლობა რომ ამ დღეს სწორედ ჩვენთან ბრძანდებით სტუმრად. ორმასი მადლობა. დიდი მადლობა. გაიხარეთ. მამა გიორგი, თავდაპირველად თუ უთხრათ სვენელს, რომელი სახარება, რომელი მახარებიდან საკითხავი წაიკითხება, შინაარსი გავაუცროთ, შემდგომ უკვე მოვისმენოთ განმარტება. დიახ, მიმდინარე კვირაში, უბრალოდ დამდე კვირიაკეს წაიკითხება ლუკას სახარების მერვე თავიდან შესაბამისი ამონარიდი. მოგეხსენება თქვენ ეს სახარება როგორც ყოველი ამონარიდი თუ ყოველი მუხლიც კი მნიშვნელოვანია წმინდა სახარებაში და შესაბამისად ასევე მნიშვნელოვანია ის სახარება რაც დამდე კვირიაკეს წაიკითხება. ეს გახლავთ იგავი თესველი შესახებ. ეს იგავი ძალიან ცნობილი იგავია, ჩვენს ტელემაყურებელს კარგად მოეხსენება. მას გადმოსცემს სამი მახარებელი, მათე, მარკოზი და ლუკა მახარებლები, თუმცა დამდე კვირიაკეს წაიკითხება ლუკა მახარებლის, თქვათ, თხრობა, შესაბამისი თხრობა. უნდა ითქვას ის, რომ თითქმის იდენტურია მახარებელთა თხრობები, ჩვენ რა თქმა უნდა ლუკას სახარებას მივყვებით, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, სწორედ ლუკას სახარება წაიკითხება დამდე კვირიაკეს. მოკლედ ჯერ შინაარსი თქვათ ამ იგავისა, ჯერ თქვათ ის, რომ რა არის იგავი? იგავი ეს გახლავთ ძალიან კარგად მოეხსენება ჩვენს ტელემაყურებელს, ალეგორიული ნათქვამი, რომელიც გარკვეულ სიბრძნეს დაიტევს. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ საუბრობთ სახარებისეულ იგავთმეტყველებაზე, ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გახლავთ, იმიტომ რომ ამ იგავების ავტორი და წარმოთქმელი თავად განკაცებული ღმერთია. თუმცა ეს იგავების შემდგომ უკვე დაყოფილია გარკვეული კვალიფიკაციათა მიხედვით, მაგალითად არსებობს იგავები სასუფეველის შესახებ, იგავები კერძო და საზოგადო სამჯაროს შესახებ და ასე შემდეგ. თუმცა ეს დაყოფა პირობითია, ვინაიდან ერთი იგავი მეორე იგავის გარკვეულ შინაარსს დაიტევდეს შეიძლება ან პირიქით მეორე პირველს. ეს იგავი რითი არის ძალიან მნიშვნელოვანი. იგავთა უმეტესობას, რომელსაც მასხოვარი წარმოსქვამს სახარებაში, შემდგომ ჩვენ მათი განმარტებები უკვე გვაქვს წმინდა ეგზეგეტთაგან, ხო, განსაკუთრებით წმინდა იოანე უქროპირისაგან, ასევე ბასილიდისგან და ასე შემდეგ. ხოლო ეს იგავი არის იგავი, რომელიც თავად მაცხოვარმა განმარტა, მას შემდეგ რაც მოციქულებმა სთხოვეს მას, რომ მე თქვა თუ რას თიშდავდა ეს. ამიტომ ამ კუთხითაც ძალიან ნიშანდობლივი და განსაკუთრებული იგავი გახლავთ ჩვენს მიერ ნახსენები ეს იგავი. რა არის ეს? მაცხოვარი ბრძანებს, ასეთი შინაარსი აქვს ამ იგავს. გამოვიდა მთესვარი თესვად და მან დაიწყო თესვა თესლისა და შემდგომ მაცხოვარი წარმოადგენს 4 ტიპის ნიადაგს, სადაც ეს თესლის მარცვალი დავარდა. პირველი დავარდა გზასაზე და როგორც წერია ლუკას სახარებაში, მაგრამ ცისფრინველებმა ის აკენკეს და რა თქმა უნდა ვერ ნაყოფიერი იქნა ეს თესლი. შემდგომ მეორე რაც ვთქვათ თესლის გარკვეული ნაწილი დავარდა კლდესაზე და ამოვიდა მართალია, მაგრამ გახმა, ვინაიდან არ ქონდა მას შესაბამისი ძირი, უბრალოდ კლდეს არ ქონდა ისთვის, რომ ძირი გაზრდოდა და ამიტომ ვიდრე ნაყოფს გამოიხსნა და ის გახმა. შემდგომ სხვა ნაწილი თესლისა დავარდა ეკალთა შორის და აღმოსცენდა ეკალი და მოაშთო ეს ამოსული თქვათ მცენარე და ბოლოს ძალიან მაცხოვარი ზოგიერთი დავარდა ქვეყანასა კეთილსა. ქვეყანა ძველ ქართულად მოგეხსენებათ მიწას ნიშნავს, ანუ აქ იგულისხმება კეთილნაყოფიერ ნიადაგზე დავარდა და და აღმოსცენდა და გამოიღო ნაყოფი ლუკასთან არის 100 წილი, მათესთან და მარკოსთან დაყოფილია 30, 60, 100 წილი, ამასაც შესაბამისი განმარტება აქვს. აი ეს გახლავთ ამიგავი შინაარსი. ამის შემდგომ როგორც სახარებაშია ნათქვამი, მაცხოვარი ბრძანებს რომ რომელთა ასხენ ყურნის მენად ისმინენ ეს სიტყვები აღებულია ესაიას წინასწარმეტყველებიდან, მაცხოვარი ციტირებს ესაიას წინასწარმეტყველებას, თუმცა როგორც მოგეხსენებათ, ყველა წინასწარმეტყველება თავად განკაცებული ღმერთის და ერთარსება ღმერთის მიერ არის წარმოთქმული წინასწარმეტყველთა მიერ და
შემდგომ მაცხოვართან მიდიან მოციქულები და ეუბნებიან რომ რას ნიშნავს ეს იგავი და მაცხოვარი მათ შემდგომ ამისა უბრალოდ ჯერ ეკითხებიან რატომ საუბრობს ის იგავებით რადგან მაცხოვარი ამბობს რომ თქვენ მოგეცათ შესაძლებლობა უფლის მოზღვრების პირდაპირ სმენისა ხოლო სხვათ ეძლევათ იგავთ მეტყველებით რა თქმა უნდა მაცხოვრის მიერ წარმოთქმული იგავების მნიშვნელობა გახლავთ ის რომ უფრო ადვილად შესამეცნებელი გახდეს კაცთათვის საღვთო მოძღვრება ქრისტიანული მოძღვრება და შემდგომ მაცხოვარს კვლავ მოყავს ის ესაია სიტყვები და ამბობს რომ ასხენ თვალნი მაგრამ ვერ ხედვენ ასხენ ყურნი მაგრამ ვერ ისმენენ თუმცა აქ იგულისხმება ის რომ მართალია განცხადა საღვთო ჭეშმარიტება მაგრამ სამწუხაროდ კაცობრიობის დიდი ნაწილი კვლავ არიდებს თვალს და ყურს ამ ჭეშმარიტების ხილვასა და შემეცნებას და შესაბამისად ისინი სიმნელეში რჩებიან ამის შემდგომ უკვე როგორც უკვე გითხარით მაცხოვარი განმარტავს ამ იგავს და ჩვენ ახლა მივყვებით თავად მაცხოვრის განმარტებასაც და შემდგომ გარკვეულ კომენტირებას დავუყევთ ამებისას რომელებიც უფრო ვთქვათ სიღრმისეულად ვთქვათ წარმოუგვიდგენენ განკაცებული ღმერთის სწავლებას ვთქვათ რომ პირველ რიგში უნდა ითქვას ის რომ თესლში აქ იგულისხმება განკაცებული ღმერთი ხოლო თესლში იგულისხმება როგორც უფალი განმარტავს ღვთის სიტყვა იგავი როგორც უკვე მოგახსენებთ იწყება ასე გამოვიდა მთესვარი თესვად წმინდა ესე იგი გრიგოლ პალამა ამბობს თუ საიდან გამოვიდა ის და იქვე განმარტავს რომ აქ იგულისხმება ღვთის განკაცება რომ განკაცებული თქვენ მოგეხსენებათ რომ საღვთო სწავლების თანახმად განკაცდა ყოვლადწმიდა სამების მეორე პირი მეორე ჰიპოსტასი ზეღმერთი რომელიც როგორც იოანეს სახარებაშია დაწერილი მაცხვარი ბრძანებს მამისაგან გამოვედი და მოვედი სოფლად ანუ ყოვლადწმიდა სამების წიაღის მეორე ჰიპოსტასის განკაცებაზე აქვს ხაზგასმა და ასევე ხაზგასმა იმას ხაზგასმა განკაცების მიზეზზე რა არის განკაცების მიზეზი საღვთო სწავლების მაცხოვნებელი სწავლების და მოძღვრების გადაცემა კაცობრიობისთვის და ზოგადად ამ კუთხით კაცობრიობის გადარჩენა ადამიანის გადარჩენა იოანე ფოტოშორის აქვე არის მასთან თქვა დაკავშირებით მოძღვრება რომ ეს თესლი ყველასთვის არის ანუ საღვთო სიტყვის საყოველთაობაზეა საუბარი იოანე ოქროპირის და არა მარტო იანოქს შემდგომ ბასილიდისაც მოყავს შესაბამის მაგალითი ის ბრძანებს რომ თუ კი ადამიანი განერიდება საღვთო სწავლებას ეს საღვთო სწავლების და ამ სწავლების ავტორის ღვთის ბრალი არ არის და ადარებს შემდგომ მზეს მაგალითად მზე ყველასთვის ანათებს მაგრამ თუ კი ადამიანი განერიდება მზის სინათლესა და სითბოს და შევა თქვა ჭრილში ეს არ არის მზის ბრალი არამედ არის იმ ადამიანის ბრალი რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება რომ მიუხედავად მზის სითბოსა და თქვა სინათლისა განერიდოს მას და ასე ამბობს ის რომ საღვთო სწავლება ყველასთვის არის მაცხოვნებელი მოძღვრება ყველასთვის არის მაგრამ ადამიანზეა დამოკიდებული ის მიიღებს თუ არა ამას ანუ აქ არის საეკლესიო სწავლება იმასთან დაკავშირებით რომ გამოხსნილია კაცობრივი ბუნება მაგრამ პიროვნების გამოხსნა თავად პიროვნება უნდა აღასრულოს საკუთარი ღვაწლით. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის ცხონება ვერ აღესრულება. და სწორედ ამაზეა ხაზგასმა რომ თესლი ყველგან ითესება განურჩევლად ადამიანებისა თქვენ ისიც რომ ქრისტიანული მოძღვრება, ქრისტიანული ეკლესია არ განარჩევს ადამიანებს არანაირი ნიშნით, არც სქესით, არც მოქალაქეობით, არც ეროვნებით და ასე შემდეგ. ერთადერთი რამეს ითხოვს ჩვენგან წმინდა ეკლესია რომ ადამიანს სურდეს და არა მარტო სურდეს შესაბამის ქმედებებში ასახავდეს ამ სურვილს რათა იღვაწოს მან ღვთის წინაშე და იცხოვროს ქრისტიანულად. სხვადასხვა რატომ განმარტავს თავად მაცხოვარი ამ იგავს გრიგოლ ღვთისმეტყველი ამასთან დაკავშირებით ბრძანებს რომ შესაძლებელი იქნებოდა რომ ვიღაცას განსხვავებული ინტერპრეტაცია მიეცა ამ იგავისთვის ამიტომ წმინდა ღვთისმეტყველი მამა ბრძანებს რომ მაცხოვარი ნებულობს რომ თავად განმარტოს ეს იგავი და თავად წარმოუდგინოს ასე მსმენელთ ამის შემდგომ უკვე როგორც უკვე გითხარით თესლი ეს არის როგორც მაცხოვარი ბრძანებს სახარებაში სიტყვა იღმრთის ანუ ღვთის სიტყვა ანუ თესვარი არის განკაცებული ღმერთი ხოლო თესლი არის ღვთის სიტყვა ამის შემდგომ უკვე
იოანე ოქროპირი ძალიან კარგად შენიშნავს, რომ დააკვირდეთ ბრძანებს ის, რომ თესველი გამოდის არა მკისთვის, არამედ თესვისთვის. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან თესვისთვის გამოსვლა ნიშნავს განკაცებული ღმერთის პირველ მოსვლას. ხოლო მკა ნიშნავს უკვე მეორე მოსვლას. ხო, მკა მოგეხსენებათ, ეს არის უკვე აღება მოსავლისა, შესაბამისად მკა არა მარტო ამიგავში, სხვაგანაც უკავშირდება მეორედ მოსვლას. ანუ პირველად მაცხოვარმა ადამიანებს მისცა მაცხოვნებელი მოძღვრება და ვერავინ იტყვის იმას, რომ მას არ ქონდა ცხონების და გადარჩენის შესაძლებლობა და საშუალება და მეორე მხრივ რა თქმა უნდა მაცხოვარი მოვა უკვე სამკელად, ანუ მოვა უკვე მეორედ მოსვლისას მაცხოვარი მოვა უკვე დიდებით, რომ არა როგორც თქვა და დამდაბლებული, რომელიც ბაგაში იშვა, არამედ დიდებული ღმერთი, რომელიც განსჯის კაცობრიობას ადამიანიდან დაწყებულს ყველა იმათ ჩახვით, ვინც მაშინ იცოცხლებს, განსჯის თითეულად ყველა საქმეთა მათთაებრ და განუწესებს მათ შესაბამის განაჩენს. აი ეს და ამიტომ იოანე ოქროპირი შენიშნავს, რომ სანამ არის თესვის დრო, ადამიანებს აქვს შესაძლებლობა, რომ მათ ესე იგი მათ აღასრულონ საღვთო მოძღვრება საკუთარი ქმედებით. აქ ასევე იგულისხმება კერძოს უკაცრავად, ხო, კერძო სამჯაროს რა იგულისხმება აქ, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი შეიძლება ასეც არის ვერ მოესწრება მეორე მოსვლას, თქვა ვერც მოესწრო, ზოგი გარდაცვლილია, ხო? ზოგი კი არა ძალიან დიდი ნაწილი. ამიტომ აქ ასევე მოიაზრება ადამიანის კერძო სამჯარო. ანუ როცა ადამიანი ღვთის ესე გარდაცვალების შემდგომ ღვთის წინაშე წარსდგება და განიჯება. თუმცა თქვენ მოგეხსენებათ, რომ მეორე მოსვლას ხელახლა მოხდება უკვე საყოველთაო განჯა ყოველი ადამიანისა. ამის შემდგომ უკვე ყველაზე საინტერესო თუ შეიძლება ასე ითქვას მნიშვნელოვანი მოძღვრება იწყება. ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს, რომ 4 ნიადაგი, ანუ სადაც დავარდა ეს თესლი, 4 ნიადაგს დავარდა, როგორც აღნიშნეთ, 4 ნიადაგი განასახიერებს ადამიანთა გულების 4 სახეობას. კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ თესლი ყველგან ითესება, ანუ საღვთო სიტყვა ყველას ეძლევა, მაგრამ ადამიანები მას განსხვავებულად იღებენ. ანუ პრობლემა არის ადამიანის მიმღებლობაში და არა თავისთავად ცხადია საღვთო სიტყვაში, საღვთო მოძღვრებაში. პირველი, როგორც უკვე მოგახსენეთ, სადაც მაცხოვარი ბრძანებს, პირველი ნაწილი თესლისა, უბრალოდ პირველი ნიადაგი, რომელმაც ეს თესლი მიიღო, იყო გზასა ზედა, ამბობს მაცხოვარი და შემდგომ ის ჩიტებმა აკენკეს და შესაბამისად ის ვერ ნაყოფიერ იქნა, უბრალოდ გზა დიახ მოდის ეშმაკი, ამბობს მაცხოვარი და მათი გულიდან მოაქვს ეს მოძღვრება. რა ანუ მაცხოვარი განმარტავს, რომ რას ნიშნავს, რომ ჩიტებმა აკენკეს, ესე იგი გზაზე დაცვენილი მარცვალი. მაცხოვრის განკაცებული ღმერთის მიხედვით აქ იგულისხმება ეშმაკი, ანუ ჩიტებში, ფრინველებში იგულისხმებიან ეშმაკნი, რომელნიც ადამიანის გულიდან წაიღებენ ამ საღვთო მოძღვრებას. აი შემდგომ რა თქმა უნდა განმარტებლები უფრო შლიან რა კონკრეტულად რას გულისხმობს აქ მაცხოვარი, აი მოკლედ მოგახსენებთ, აქ იგულისხმება შემდეგი, რაც უკვე ფაქტობრივად ნაწილობრივ თქვით, რომ საღვთო მოძღვრება ყველასთვის განცხადებულია, მაგრამ ადამიანთა დიდი ნაწილი სამწუხაროდ კვლავ არ იღებს ამას და რა თქმა უნდა ეშმაკის ერთადერთი ბიზანდასახულობა ეს არის, რომ ადამიანს გულიდან წარტაცოს ეს თქვათ ეს მოძღვრება, მაგრამ უბრალოდ რა არის ამას ჩვენ აქ რა თქმა უნდა ეშმაკის ბრალეულობა ცალსახაა, მაგრამ ეშმაკის ბრალეულობით ვერ გამართლდება ადამიანის მიერ ღვთის სიტყვის არ მიმღებლობა. ვინაიდან როგორც მოგახსენეთ ეშმაკის ერთ-ერთი ბიზანდასახულობა სწორედ ეს არის, რომ ადამიანს წარგვაროს საღვთო მადლი. ჩვენ მოძრაობთ ამის საშუალებას. რა თქმა უნდა, აი სწორად ბრძანეთ, აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ, რომ არა ადამიანის ნებელობა ეშმაკი თქვენ იცით სახარებაში ღორთაზედაც ვერ მეფობს, არათუ ადამიანზეც. ასე რომ რეალურად ეს ადამიანის ბრალია, როგორც ადამიანსა და ევა შემთხვევაში, ხო ეშმაკმა შეაცინა ვთქვათ, მაგრამ იქ ბრალეულობა ადამიანისია, რა თქმა უნდა ეშმაკის ბრალეულობაც არის ისის დაისაჯა, მაგრამ ეს არავისუფლებს მას. არავისუფლებს მას, რა თქმა უნდა ბრალეულობს. ეს არის პირველი ნიადაგი. ეხლა მეორე კლდესაზე და მაცხოვარი ბრძანებს ის თესლი, რომელიც კლდეზე დავარდა, აღმოცენდა მართალია, მაგრამ გახმა, რადგან არ ქონდა ნიადაგს შესაბამისი სიღრმე და მაცხოვარი განმარტავს ამას, აქ რა იგულისხმება, ის ბრძანებს, რომ აქ იგულისხმებიან ადამიანები, რომელნიც მოისმენენ საღვთო სიტყვას
სიხარულითაც მიიღებენ მას, მაგრამ და გარკვეული პერიოდის წამთ კიდეც, მაგრამ განსაცდელები ჟამს განდგებიან. აი ეს კატეგორია ადამიანებისა ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მრავალრიცხოვანია თუ შეიძლება ასე ითქვას. კი ბატონო, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვხედავთ ადამიანთა ნაწილს, რომელიც ქრისტიანულ თითქოს ვთქვათ ქრისტიანულად ცხოვრობენ, ვთქვათ ტაძარში დადიან, ამხსარებელნი, მაზიერებელნი არიან, მაგრამ სწორედ განსაცდელი ჟამს წარმოჩდება მათი ეს არის თუ შეიძლება ასე ითქვას ინდიკატორი, ანუ მაჩვენებელი ჩვენ როგორი ქრისტიანები ვართ. ვინაიდან კიდევ ერთხელ როცა მშვიდობაა, მაშინ და როცა ადამიანი რაღაცნაირად კეთილდღეობით არის ახსავსე, მაშინ შედარებით მარტივია ღვთის განდიდება. აი ვიხსენოთ იობის და ამას მამები საეკლესიო მამები ხშირად ავლებენ ამ პარალელს. იობის მაგალითი, ხო? იობს რომელსაც ყველაფერი ჰქონდა და განადიდებდა ღმერთს, მაგრამ როცა საღვთონებით და არის თალსახად ნათქვამი რომ ეშმაკის თხოვს ღმერთს რომ ღმერთო შენ ეს იმიტომ განგადიდებს რომ ყველაფერი აქვს, აბა წაართვი. ყველა ნახოთ და თუმცა ჩვენ ვიცით რომ იობა უკიდურესი გაჭირვების ჟამსაც თვითონაც ბოლოს კეთრით დაავალ და იქაც კი განადიდა ღმერთი. და ძალიან ძნელიც და ცოტა თანამედროვე ჭრილშიც რო ვთქვათ ამ კუთხით რომ ადამიანები ახ მოზრება ერთია და მაგრამ ძალიან ძნელია როცა განსაცდელი მოიწევა ადამიანს განსაკუთრებით აი მძიმე განსაცდელი რაც არის თქვა რაც უკავშირდება რა ვიცი ავადმყოფობას თუ გარდაცვალებას ახალგაზრდა შვილისა თუ თქვა ასე ძალიან ძნელია ამ დროს სწორედ აი ეს გაატარო მაგრამ საქმე რა შეიძლება აქ არის ორი გზა შენ ან მიიღებ ამ განსაცდელს ღვთისგან და იტვირთავ ამ ღვთისგან მოვლენილ თქვათ და ჯვარს რაც ისევ შენი ცხონებისთვის არის. ან მეორე გზა არის გზა უნუგეშობისა, ღვთისმობისა, სასწაულისა და სამწუხაროდ ძალიან ხშირად თვითმკვლელობისაც კი. ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, არავინ იფიქრობს რომ რაღაცა ეს ძალიან ძნელია, ძალიან უკიდურესად ძნელია, მაგრამ ამავდროულად აი ღვთის რწმენა სწორედ ეს არის, რომ ღვთის მოწყალება ყველა განსაცდელზე აღმატებულია. ყველა წინააღმდეგობა დაიძლევა საღვთო ძალმოსილებით. აი ეს კატეგორია იგულისხმება, თქვათ, აი ამ მეორე ნიადაგში. ეხლა მესამე ნიადაგი უკვე ეკლებს ედარება, ანუ თესლი, რომელიც ეკლებში ვარდება, ამოდის, მაგრამ ეკლები იზრდებიან და მოაშრობენ მას. რა იგულისხმებია, ანუ უბრალოდ ვინ იგულისხმებიან შესაბამის სწავლებაში. ამასაც ბაცხოვარი ცალსახად ბრძანებს, აქ იგულისხმებიან ადამიანები, რომელთაც მოისმინეს სიტყვა, მიიღეს კიდეც, მაგრამ ამ სოფლიურ საზრუნავთაგან, სიმდიდრეთაგან, გემოთმოყარეობისაგან განერიდებიან და იხჩობიან შემდგომ ამეკალთა მიერ. აი ესე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილიც და ამ რაღაც ამ ნიადაგს თითოეული ჩვენგან ჩვენს თავშიც ვხედავთ. ეს ყველას აქვს მეტნაკლებად. და აი ეს მესამე ნიადაგი, ანუ მესამე გულები კაცთა ძალიან ძალიან სელია თუ შეიძლება ასე ითქვას. აი რა იგულისხმება ჩვენ ხშირად აი თვით ეკლესიაში მასიარულთაც კი გვაქვს ეს პრობლემა რომ ხშირად როდესაც რაღაცნაირად აი კი იქ ვიმუხტებით თითქოს წირვის დროს საღვთო მადლით აღსარებას ვაბარებთ, მაგრამ შემდგომ რაღაცა გადის ხოლმე პერიოდი მრევლსაც ეხება ეს. აი თვეები, 2 თვე მეტიც არიან ადამიანები, რომლებიც წელიწადში ერთხელ მოდიან მარტო მაგალითად აღდგომის მახვაში, ტაძარში, ამ ხო კი ბატონო, ამ დიდ ჩაბას და ასე. ანუ ეს იგულისხმება, რომ ისინი იმდენად ჩაფლულნი არიან და ხშირად უთქვამთ, რომ აი იმდენად ჩაფლული არიან წუთისოფლის საზრუნავებში, რომ მათ ავიწყდებათ თავარი. ავიწყდებათ ღმერთი, თუნდაც ის საზრუნავები, რომ ღვთის ხელშია და მას შეუძლია, ღმერთს შეუძლია ამ საზრუნავთა ასე ვთქვათ, და ამ პრობლემათა მოგვარება ეს ხშირად არ გვახსოვს ხოლმე. აი მე გაგახსენებ თქვენ მაცხოვრი როცა მთაზე ქადაგებს და იქ ამბობს წინვალეთ, როდესაც ბრძანებს რომ შეხედეთ ველის შოშანებს, არც მკიან, არც შოუმბერ, მაგრამ თვით სოლომონის კი არ შემოსულა ისე თავის დიდებაში, როგორც ერთი მათგანი. და თუ კი ველის ყვავილი, რომელიც დღეს აქ არის და ხვალ თონეს მიეცემა ღმერთი ესრეთ მოსავს, თქვენ არ შეგმოსავთ, ძიძად მორწმუნეო, შემდგომ ემონება შეხედეთ ფრინველთა, არც ამკიან, არც შოუმბერ, მაგრამ ღმერთი ყვებავს მათ. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება ის, რომ ადამიანმა არ იშრომოს, თავის ხადია, მაგრამ აქ იგულისხმება ის, რომ ასე ამთავრებს მაცხოვარი უპირველესად ეძიებდით სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა
და ესე ყოველში რა იგულისხმება, აი ეს ყოფითი მატერიალობა შეგეძინო თქვენ. ანუ თუ კი ადამიანი პირველ რიგში ღმერთს აყენებს, ღმერთი მას ამ მატერიალურსაც ულაგებს, თანაც აი ისე ულაგებს, რომ საუკეთესო ვარიანტის ვერ მოიფიქრებს ამას. ღვთის ხელში ვართ, ხშირად ადამიანს აი ეს ავიწყდება, სწორედ რომ უპირველესი არის ღმერთიც და აქ კიდევ ერთხელ უპირველესი არის ღმერთი, რა იგულისხმება, რა თქმა უნდა, ეს არ განგვარიდებს ჩვენ საქმეთაგან. 6 დღესა იქმოდა და ქმენ ყოველივე საქმენი შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი და შაბათში ვიცი და ხალხმაში კვირა მოიაზრება, არც უფლისწავლე შენს. მეორე მხრივ ეს არნიშნავს იმას, რომ ის 6 დღე ღმერთი დავიწყებული ყავდეს და ხოლო მეშვიდე დღეს გვახსოვდეს, ხო? აი გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრწყინვალე ბრძანებს, რომ დასაბამ და დასასრულ ყოვლისა საქმისა და სიტყვისა შენისა ღმერთი იყავნ. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, აი რა არის ქრისტიანობა, ადამიანი ბოლომდე უნდა იხარჯებოდეს იმ საქმეში, თუნდაც რა საქმეც მას ღმერთმა მისცა და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს უნდა აკეთებდეს პატიოსნად და ღვთისთვის უნდა ახსოვდეს, რომ მისი ამ ყველაფერს უყურებს ღმერთი. ადამიანი როდის სოდავს, როცა მას ავიწყდება, რომ ღმერთი ჭრეს. ადამიანს რო ახსოვდეს, მუდამ რომ მას ღმერთი უყურებს, ის შიშით არ შესოდავდა. რა, ამიტომ აი ეს ასე ვთქვათ, ნიადაგი გულებისა და ანუ ეს ვთქვათ ნაწილი, ანუ კიდევ ერთხელ აქ არ იგულისხმება რაღაც ნაწილი. აი ეს 4-ვე ნიადაგი გარკვეულწილად არის ჩვენს გულში. 4-ვეა თითოეულ ადამიანში. უბრალოდ აი თავარი არის ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში. კიდევ ერთხელ მინდა ეს პრობლემას მე რასაც ვაწყდები ყველაზე ისეთი ნიშანდობლივი გახლავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანი არ გაიტაცოს. სწორედ ეს უნდა იშმაკოს, რომ ადამიანი მთლიანად გაიტაცოს და შთაფლას საზრდავებში, რომ უკან ღმერთისკენ არ მოახედოს. და მეოთხე ნიადაგი კი ბატონო, რაც ყველაზე მთავარია, რაც არის რითიც ასრულებს ბაწყვარი, ამბობს, რომ ზოგიერთი თესლი დავარდა ნაყოფიერ ნიადაგზე და გამოიღო მან 100 წილი. ნუ სხვა מחარებთან 30. რა იგულისხმება აქ? რა თქმა უნდა, იგულისხმება ის, რომ ადამიანი, რომელიც იღებს საფრთხო სიტყვას, იმარხავს მას და აღასრულებს. აი ეს სამი რამ მიღება, დამარხვა, შენახვა და შემდგომ აღსრულება. მარტო თქმა იმისა, რომ აი იაკობ მოციქულს თავის კათოლიკების სკოლაში ბრწყინვალე თავს გადმოცემული ის ბრძანებს, რომ როგორც ხორცია მკვდარი სულის გარეშე, ასევე მკვდარია რწმენა საქმეთა გარეშე. ის ამბობს, რომ ღმერთი ეშმაკს ასწამს და კრთის მის წინაშე. მაგრამ ჩვენი რწმენა წარმოჩდება ჩვენი საქმეებით. ეს არის საქმე, რომ შენ მან წარმოგაჩინო შენ და მაცხოვარი ბრძანებს, რომ ამ 4-თაგან მხოლოდ და მხოლოდ ისინი გადარჩებიან, ისინი ცხონდებიან, რომელიც იღებენ ღვთის სიტყვას და ნებისმიერ ჩვენს მიერ დასახელებულ გარემოებაში, თქვა, გასაცდელია თუ საცთურია თუ თქვა რაღაცა ტიპის რაღაცა ტრაგედია თუ ასე შემდეგ, ყველა შემთხვევაში, როდესაც ისინი ღმერთთან არიან და მათში ღმერთია, ეს ადამიანები გადარჩებიან, ოღონდ გადარჩებიან არა მარტო მომავალში, ისინი უკვე გადარჩენილები არიან აქაც, ვინაიდან უფალზე დიდი შემწე არ არსებობს. მამა გიორგი და ჩვენი შეხვედრის დასასრულს როგორ უნდა მოვამზადოთ სწორად ნიადაგი, საიმისოთ რომ ეს მობნეული მარცვალი სწორად გაღვივდეს ჩვენში და აღმოცენდეს შესაბამისი ნაყოფი. დიახ, ერთადერთი პასუხი ამასთან დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ საეკლესიო წიაღში. ჩვენ სამწუხაროდ დღეს გვხვდება კაცობრიობის გარკვეული ნაწილი, რომ ადამიანთა უკაცრავად გარკვეული ნაწილი, რომელიც ამბობენ, ვიცით, აი მე ეკლესიაში არ დავდივარ, მაგრამ ეკლესიური ვარ, და ეკლესიას ღერთი მწამს, კი ბატონო. ეს ჩვენ ვერ მოვატყუებთ ვერავის თავის ცხადე, ეს არ არის ეკლესიურობა. აი ცით როგორ რაღაცა მე რო თქვა, რომ აი ქირურგი ვარ, მაგრამ ოპერაციას არ ვაკეთებ, ჯარისკაცი ვარ, მაგრამ ყაზარბაშში მაგრამ ექიმი არ მინდა და ექიმის არ ვწარ. ზუსტად ესე არის, რომ თუ კი შენ ეკლესიური ხარ, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ეკლესიაში უნდა იყო და საბამისად ცხოვრობდე, თქო მარტო ეკლესიაში ყოფნას არ არის საკმარისი. ეკლესიაში უნდა იყო და ცხოვრობდე ეკლესიის კანონების შესაბამისად. ნუ და ჩვენ ეკლესია ვართ ყველგან, არა მარტო ტაძარში, აქაც ეკლესია ვართ 2 და 3, ვინც შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც იქ ვარ მათ შორის ბრძანის მაცხოვარი. მადლობა მამა გიორგი მოგზაინებისთვის, საინტერესო საუბრისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ დავით. დიდი მადლობა, გაგახაროთ ღმერთმა, უღრმესი მადლობა. შევახსენოთ მსმენელს ჩვენი სტუმარი სიონის საპატრიარქო ტაძრის გულსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეგანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე. ერთად აღვნიშნოთ უფლისადებელი ლოცვა და შემდგომ დაგიბრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად. დიდება მაღალთაში ნომერცა
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოება ჩემი მე უწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესერა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. Sweet
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იწყებს საინფორმაციო კამპანიას ტყის ბუნებრივი სიმდიდრის გაფრთხილების შესახებ. თემაზე სასაუბროდ კი შემოგვიერთდა ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის ტყის დაცვის სამმართველოს უფროსი გიორგი მამდაშვილი. დილამშვიდობის მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. დილამშვიდობის. რაც შეეხება საინტერესო და მეტად მნიშვნელოვან კამპანიას, თუ როგორ აპირებთ ამ კამპანიის განხორციელებას და როგორ ფიქრობთ, რამდენად ჩაერთვება საზოგადოება ზოგადად, რომ ხელი შეგიწყოთ ამ კამპანიის სწორად განხორციელებაში? მსგავსი ტიპის კამპანია არაერთხელ განხორციელებულა ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ და ეხლა კიდევ უფრო მეტი საჭიროება გახდა და მოხდება არაერთი შეხვედრა რეგიონის წარმომადგენლებთან, მოქალაქეებთან, რომელშიც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, რეგიონალური სპეციალისტები, მეტყევები, ასევე გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებიც, რათა დეტალურად აუხსნან ამ კამპანიის არსი, მიზანი და სიკეთეები, რაც შეიძლება მოიტანოს ამ. რამ გამოიწვია? მიზეზი რა არის? ალბათ გასაგებია პასუხი, მაგრამ რას ხედავთ პრობლემას, რის გამოც გაჩნდა საჭირო, რომ მსგავსი კამპანიები ჩატარდეს, რომ შევახსენოთ, აუხსნათ მოსახლეობას, ჩვენი თავი დაწყებული. ამიტომ რომ ლოგიკურად რო ავიღოთ და ნორმაში არ ჭირდება ფიქრი იმას, რომ დღეს უნდა მივხვდეთ, მოვუაროთ და არ უნდა დავაზიანოთ. დიახ. ზოგადად ტყე ყველას გვიყვარს ცხადია, ყველას გვიყვარს ტყეში სეირნობა და ასევე ტყის რესურსების გამოყენება. რომელიც ასეთ საჭიროა ჩვენ. დიახ. პირდაპირ ჩვენი ფილტვებია მინიმუმ. დიახ, დიახ. თუმცა ზოგი ადამიანი ზღვარს ცდება, ასე ვთქვათ და გადადის, ასე ვთქვათ, კანონის დარღვევაში, უკანონოდ ხდება ხე-ტყის მოპოვება და ჩვენ გვაქვს ტენდენცია, რომელიც რა თქმა უნდა წლიდან წლამდე მცირდება, თუმცა არსებული მონაცემებით მაინც საჭირო გახდა კიდევ ერთი კამპანია შემატებოდა იმ სხვა კამპანიებს, რაც მსგავსი ტიპის განხორციელებულა სააგენტოს და სამინისტროს მიერ. შესაბამისად მოუწოდებთ ყველას თუ რა სარგებლობა შეიძლება მივიღოთ ტყისგან, ეკოსისტემური სერვისები და ამ შემდეგ და ასე ვთქვათ არ დავაზიანოთ, იმიტომ რომ ტყე ისედაც ამდენი ხნის მანძილზე ასეთ კლიმატურ პირობებში ისედაც სტრესის ქვეშ არის და ჭირდება ძალიან ჩვენი დაცვა, ასე ვთქვათ. ბრძანეთ, რომ ეს კამპანიები, ვთქვათ, ყოველწლიურად ტარდება და შესაბამისად საინტერესოა თვითონ შედეგი, რამდენად მოიტანა ამ კამპანიებმა და როგორ ფიქრობთ, საომავლოდ კიდევ რა შეიძლება რომ გაკეთდეს თქვენი სამსახურის მიერ, საიმისოდ რომ ეს კამპანიები უფრო მეტად ეფექტური იყოს? ბოლო ხანებში უფრო მეტი დადებითი შედეგები ჩანს, ასე ვთქვათ, იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი მოქალაქეები ერთვებიან ასეთ შეხვედრებს, კარგი ინფორმაცია მიაქვთ, მე ისინი ავრცელებენ თავის მეგობრებში და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის ჩართული, რაც ხაზგასასმელია, რადგან იყო დრო, როცა საერთოდ არ ინტერესდებოდნენ თუ რა სარგებლობა შეიძლება მიგვეღო ტყიდან, შეიძლება და მხოლოდ ესე უკანონოდ მოგვეჭრა და ასე შემდეგ. შესაბამისად ძალიან მივესალმებით, რომ ძალიან ბევრი ადგილობრივი ახალგაზრდა აქტიურად არის ჩართული, ინტერესდებიან, კითხვებს სვამენ და ასე შემდეგ. და ამაში ვხედავთ სწორედ იმ დადებით შედეგს, რადგან თვითონ რაოდენობაც შემცირებულია, ვთქვათ, უკანონო ფაქტების. თუმცა ფაქტები მაინც არსებობს და ამიტომ იყო საჭიროება, რომ უფრო გაგვიმკაცრებინა, ასე ვთქვათ. რა ფორმით მოხდება ეს კამპანია? ეს იქნება უშუალო შეხვედრები, ეს იქნება რეგიონებში, ეს იქნება რაღაცა გაცნობითი დაუშვათ ფლაიერები თუ ვიდეორგოლები, აი ფორმა როგორი იქნება და მოიცავს თუ არა მთელს ქვეყანას? ცხადია, ყველა რეგიონში, 9 რეგიონში მოხდება ასეთ შეხვედრები არაერთი მომხდარ აქამდეც და კიდევ უფრო ვანვითარებთ, თაობებიც იცვლება, გვემატებიან და მათაც ჭირდებათ, ასე ვთქვათ, სწავლება და იმ რეალობის მიღება, რომ ტყე არის ძალიან დიდი სიმდიდრე, უნიკალური ტყე გვაქვს ჩვენ საქართველოში, რითიც გამოურჩევით ბევრი სხვა ქვეყნისგან და უფრო მეტი სარგებელი შეიძლება, ასე ვთქვათ, კანონიერად მივიღოთ და ნაკლებად დავაზიანოთ. ხოლო თვითონ შეხვედრებს რაც შეეხება, ეს აქტიურად მოხდება, როგორც უკვე ვახსენე, როგორც სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, ისმერ ისინი დეტალურად აუხსნიან
აი ამ ყველაფერს თუ რა შეიძლება, როგორ შეიძლება მოხდეს ისე რომ კანონს არ გადავუხვიოთ და თან მივიღოთ სარგებელი და დღეს ზიანი არ მიადგეს. აი ზიანის მიყენებაზე ვსაუბრობთ, შეიძლება ადრე იყო ეს მოსაზრება, რომ დაუშვათ აი სოფელში, რაღაც პატარა სოფელი, ეგ ვიტყია და მისი არა ის ტყე, რასაც როგორც უნდა ესე მოიგდოთ თითქოს თავის ეზოა, ხო? რაც არ არის სწორი ცხადია, რა შემთხვევაში ადგება და შეიძლება ფიქრობდეს, რომ ეხა ერთს მოუჭრე, ორს მოუჭრის და არაფერი რა მოხდა ტყე არა. რეალურად ამ სწორედ ეს რო არ მოხდეს, ამაზეა ჩვენი საუბარიც. რა შემთხვევაში ადგება ზიანი ტყეს და კანონი რას მოიცავს? რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანს კანონმა პასუხი მოთხოვოს, იმიტომ რომ ეს არის შენი, მაგრამ მარტო შენი არ არის, ეს არის ქვეყნის და ყველას. განკაცრებულია ეს ზომები სწორედ სადამსჯელო. კი ბატონო. ზოგადად ხის ჭრა, როდესაც არ გაქვს სათანადო საბუთი და დოკუმენტაცია, ეს უფლება, ასე ვთქვათ. ასე ვთქვათ, უფლება დასჯადია როგორც სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, ასევე კერძო საკუთრებაში, იგივე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. მაგალითად, ადრე თუ იყო, ასე ვთქვათ, დაჯარიმება უკანონო ხე-ტყის მოპოვებაზე და ტრანსპორტირებაზე 2000 ლარი პირველი ჯერისთვის და განმეორებითი შემთხვევაში 5000 ლარი, ეხლა პირველი ჯარიმის ოდენობა იგივე დარჩა, თუმცა მე განმეორებითი შემთხვევაში უკვე აღიძვრება უკვე სისხლის სამართლის პასუხისგებლობა ეს ტყეში, ხოლო რაც შეეხება მუნიციპალიტეტის საზღვრებში, ასე ვთქვათ, თუნდაც კერძო საკუთრებაში მაგალითად, ადრე იყო 200 ლარი და პირველი ჯერისთვის განმეორებითი შემთხვევაში 400 ლარი. ეხლა პირველი ჯერის ჯარიმა, ასე ვთქვათ, არის 500 ლარი და შემდეგ მეორე განმეორებითი შემთხვევაში უკვე 1000 ლარი, თუმცა ამას ასევე ემატება გარემოზე მიყენებული ზიანიც. არსებობს შესაბამისი ფორმულა, რომლის მიხედვითაც გამოითვლება ეს ზარალი, იმიტომ რომ ბევრი დეტალს აქვს მნიშვნელობა, რა სახეობის ხე იყო მოჭრილი იყო თუ დამატებით ფართობიდან გატანილი ტრანსპორტირებაც დაფიქსირდა, ასე ვთქვათ და ასე შემდეგ. დიახ. საკითხი არის. თქვენ ახსენეთ ნებართვა, გიორგი, და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები თავისთავად, რომ რა იგულისხმება ამ ნებართვაში, რომ მაყურებელი უფრო მეტად ინფორმირებული გახდეს ამის შესახებ, რომ სად უნდა მივიდეს, როგორ უნდა იყოს ეს ნებართვა და ზოგადად რა არის შინაარსი ამ ნებართვის. დიახ. ეს არის ის, ასე ვთქვათ, ახსნა განმარტება თუ რატომ რა მიზნით ჭირდება მოქალაქეს, რომ მაგალითად თუ საკუთარ კერძო საკუთრებაზეა საუბარი და ხის ჭრა საკუთარ ეზოში სურს მოქალაქეს, უნდა მივიდეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტში და იქ დააფიქსიროს მიზეზი, თქვათ, შეიძლება ხმება და ავარიულ სიტუაციას ქმნის იმისთვის, რომ თქვათ არ დაეცეს შენობას და ასე შემდეგ. ამისთვის ის იღებს ადგილწარმოშობის სერტიფიკატს და ასევე ჭრის უფლებასაც. შესაბამისად, თუ მოხდება ესე სათანადო დოკუმენტაციით ამ ღონისძიების ჩატარება, მოქალაქეს არანაირი პრობლემა არ ექნება უკვე შემდეგ კანონთან, ასე მე ახლა დავაზუსტეთ აზუსტებისთვის უბრალოდ და შეიძლება ბევრსაც გამოადგეს ეს ინფორმაცია. ესე მაქვს გაგებული და ამდენად მართალია, რომ დავუშვათ კერძო საკუთრება რო ავიღოთ რაღაც აშენებს სიტყვაზე, რაღაცნაირად გიშლის ხელს, ხეიან პრობლემატურია. არის თუ არა მართალი, მე ვიღებ უფლებას, რომ სიტყვაზე აქ მოჭრა, მაგრამ სხვაგან და შეიძლება ორმაგი და სამაგი დავრგო და ამით მე ერთი, ასე ვთქვათ, გავანადგო, რომ სხვა გზა არ მაქვს, მაგრამ სხვაგან დავრგო. ეს რეალურია და ხდება მართლა ასე გამონაკლისის შემთხვევებში? ცხადია, ანუ ძალიან ბევრი დეტალის გათვალისწინება ხდება ასე დროს და ასე ვთქვათ, კომპენსაცია ყოველთვის მოქმედებს. თუმცა უნდა გათვალისწინებული იყოს რა ტიპის ხე იჭრება. თუ ეს არის თქვათ ძალიან დიდხნოვანი ისეთი, რომელსაც ჩვენ ჰაბიტატ ხეებს ვეძახით მაგალითად და ეს არ არის მხოლოდ ეზოს გამწვანება, არამედ ძალიან ძვირფასია, წითელი ნუსხის სახეობა, მაგალითად ძალიან დიდხნოვანი კაკალი, რომელიც არის წითელი ნუსხის სახეობა. ამასთან დაკავშირებით სირთულეები იქნება ცხადია, იმის გამო რომ მოიჭრას, რომ მოქალაქეს თქვათ შენობის გაფართოება სურს. ამ ყველაფერს გამოთვლა ხდება ეს კერძო საკუთრების დეტალები ჩემთან ახლოს არ არის, თუმცა ესე ზოგადად შემიძლია რომ რა თქმა უნდა შესაძლებელია თქვათ ამაზეც ნებართვა აიღოს იმ ყველა დეტალის გათვალისწინებით, რასაც წარადგენს უკვე მუნიციპალიტეტში. დამოკიდებულება შეიძლება ასეთი იყოს საზოგადოების მხრიდან, თქვათ თუნდაც იგივე სოფლად, რომ მოუჭერთ ორხეს რა პრობლემა გაიზრდება რამდენიმე წელში. რეალურად ამ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს თქვათ გარემოს ჩვენ ჯანმრთელობას და ზოგადად ანუ რატომ არის მნიშვნელოვანი რომ დავიცვათ სწორად აი ეს საზღვრები რა პერიოდში შეიძლება გაჩეხვა, რა ზონებში არის ნებადართული და ასე შემდეგ. თუ არის აი ესეთი დაყოფები.
ამას დიდხნიანი პასუხი უნდა შემოგთავაზოთ. არსებობს შესაბამისი ხეტყის ლეგალური მოპოვების საშუალება, ასე ვთქვათ, სადაც სპეციალისტები მიდიან ადგილზე და ასე ვთქვათ, იკვლევენ და აფიქსირებენ რა ტიპის ხეებია მოსაჭრელი და რა მიზნით. დღევანდელ პირობებში, როდესაც კლიმატის ცვლილება ასე ნეგატიურად ზემოქმედებს ტყეზე, ასევე უკონტროლო ტყის ხანძრები, რომელიც უმეტესად ადამიანთა დაუდევრობით იწყება, ასევე მავნებელ დაავადებების მასიური გავრცელებითაც ტყეზე საკმაოდ დიდი სტრესი, ტყეში დიდი სტრესი იქმნება, ასე ვთქვათ, და შესაბამისად იქ, სადაც არის თქვათ დეგრადირებული ხეები, სადაც არის მავნებლით დაზიანებული, იქ ინიშნება შესაბამისი ჭრა. ასე დროს თქვათ, ჩვეულებრივად ხდება იმ ხეების მონიშნა, აღწერა და ტყიდან გამოტანა. არის ასევე საშიში მასალის მოპოვებისთვის, თქვათ, ისეთ სახეები, რომლებიც არ არის, თქვათ, მავნებლით დაზიანებული, თუმცა იმის გამო, რომ შესაბამისი სპეციალისტი მიდის და იმ მოცულობის მიხედვით, რაც მაგალითად 2023-ში დასრულდა ტყის ეროვნული ინვენტარიზაცია და ჩვენ გვაქვს ახლა უკვე დეტალური ინფორმაცია თუ სად, რომელ რეგიონში კონკრეტულ ტერიტორიაზე რამდენი ხე შეგვიძლია ისე მოვჭრათ, რომ ტყეს ზარალი არ მიადგეს. ესეც იმისთვის, რომ სარგებელი ნახოს ადამიანმა. ამის კონტროლი შესაბამის სპეციალისტის ფარგლებში ხდება, ცხადია და ჯერჯერობით ამ კუთხით ძალიან სწორად და კარგად მიმდინარეობს ეს ღონისძიებები. არის გარკვეული გამოკვეთილი რეგიონები ან ადგილები, სადაც აი განსაკუთრებით ნადგურდებოდა და შედეგია თუ ზოგადად მთელ ქვეყანაში იყო ამის პრობლემა? პრობლემა ზოგადად მთელ ქვეყანაში დგას, ასე ვიტყოდი, თუმცა იმ სხვადასხვა ფაქტორების კომბინაცია, რაც მოიცავს მავნებელ დაავადების გავრცელებას, ტყის ხანძრების რაოდენობას ან სიდიდეებს, შეიძლება გამოყოს სამცხე-ჯავახეთი, თუმცა არ არის სწორი მაინც ესე კონკრეტულ რეგიონზე საუბარი, იმიტომ რომ მაინც მსგავსი ტიპის პრობლემები ყველგან არის ხოლმე პერიოდულად. და ალბათ ასევე მნიშვნელოვანია შევახსენოთ ყველა ჩვენ თავებს, რომ რადგან არაერთხელ აღნიშნეთ მეტასოფამას, რომ შეიძლება ადამიანის მოსაზრებით, რომ ერთხელს მოუჭრი, იმას მოუჭრი რა პრობლემა, ერთი მოჭრას დიდი ხანი ჭირდება, მერე რომ ისევ ამოვიდეს, განახლდეს ტყე და ეს არის საუკუნეების შედეგი, რაც ჩვენ ვუყურებთ და თქვენ ძალიან რომ იმითაც უნიკალურია, თითქმის 97-98% ბუნებრივი ტყეა ჩვენთან, ხო ეს მართლა უნიკალური შემთხვევაა. თვითონ საქართველოს ტერიტორიის 44% არის ტყით დაფარული და ის რაც საამაყო გვაქვს, აქედან 98% არის სრულად ბუნებრივი წარმოშობის. ეს არის ძალიან უნიკალური ფაქტი, რის გამოც ჩვენთვის კიდევ უფრო მტკივნეულია რაიმე არასწორი ჩარევა როცა ხდება, ან უკანონო ჭრა, ან თუნდაც მავნებელ დაავადების გავრცელება, ეს უფრო მტკივნეულია გამეორდები, იმიტომ რომ ასეთი ტყის თუნდაც ნაწილის დაზიანება, დაკარგვა არის ძალიან დიდი დანაშაული. აუცილებელი რაღაც სადამსჯელო ღონისძიებები და კანონების შემოღება და ასე შემდეგ ჩვენ თავად უნდა გქონდეს იმის. ცხადია, ჩვენი მიზანი არც არის რომ დავაჯარიმოთ ხალხი და ასე შემდეგ. ჩვენი მიზანია ტყის დაცვა და ეს უნდა ვასწავლოთ მოქალაქეებს ყოველწლიურად შთავაგონოთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და უნიკალურია ჩვენი ტყე. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ეროვნული საატყაო სააგენტოს ტყის მოვლა აღდგენის დეპარტამენტის ტყის დაცვის სამმართველოს უფროსი გიორგი მამაძაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ხვალ 16 საათზე გალერეა უნივერსში საინტერესო გამოფენას უმასპინძლებს სახლიდან გალერეამდე, ასე უწოდეს მაისურეების ხელოვანმა ოჯახმა ამ ექსპოზიციას, სადაც წარმოდგენილი იქნება საკმაოდ მრავალფეროვანი ნამუშევრები, ნახოთ სიუჟეტი და შემდგომ კვლავ გადაცემის სტუმართან ერთად დაგებრუნდებით. თქვენ ხართ ახლა მაისურაძეების და მიქაძეების ოჯახში. მე თავად ვარ მარიკა მაისურაძე. დედა არის მიქაძე და ამ ოჯახში მოკლედ ესეთი მრავალფეროვნება გვაქვს, სადაც წარმოდგენილი არის მთელი ჩემი ოჯახის ნამუშევრები. ხო, მაგრამ ესენიც გავიტანოთ კი. დეკუპაჟი მზად არის.
ჩემთვის მოყვარულის დონეზე. კოვიდის დროს დავიწყე აკვარელში ხატვა. ქარგავდი, გობელენზე დავდიოდი და თექაზე და ეხა ხანს მოგვიანებით დავიწყე ვიტრაჟი და ხეზე მუშაობა. როდესაც მუშაობ, ინსპირაცია არის ჩემი სპეციალობა, ეთნოლოგი ვარ სპეციალობით და ყველაფერი ამაგან აპირობა ფაქტიურად. ეთნოლოგიამ ჩავამაყალიბა და ჩემი ჰობი გახადა ჩემი პროფესია დღეს ხელოვნება. მაგრამ ყველაფერი კავშირში არის ეს. ეთნოლოგია და ხელოვნება არის სრულ კავშირში. ძალიან დიდი განტვირთვა არის. ვარ ჩემ ფიქრებში, ჩემს ემოციებში და კონცენტრირებული ვარ ნამუშევარზე, რომ სუფთად და კაი გამომივიდეს. ნუ თავიდან რა თქმა უნდა, არ გამომდიოდა და მეგონა რომ არ გამომივიდა კარგად, მაგრამ ბოლოს ეს კესელოს ციხეები, რა თქმა უნდა, ჩემი პედაგოგის დახმარებით შევძელი და მომწონს კაი ნამუშევარი გამოვიდა. ხატვა პირველად ჩემ ადამ დაიწყო მარი მაისურაძე, რომელმაც ნიკოლაძე დაამთავრა. თუმცა აი ბავშვობაში დედა ძალიან კარგად ქსოვდა და აი ორნამენტებს და ანუ მთელი კერავდა და მთელი ბავშვობა ფაქტიურად დედას შეკელი და მოქსოვილი გვეცვა და ანუ რაღაცა დედისგანაც წამოვიდა ეს ნიჭი ფაქტიურად დიდი ალბათობით და შემდეგ ნელ-ნელა მე დავიწყე ქარგვის შესწავლა. მე დედამ ისწავლა ქარგვა, მე ჩემმა ძმამ შეისწავლა სტრინგარტი და ქვილინგი. ძალიან საინტერესო და კაი ნამუშევრები დაამზადა და შემდეგ ჩემი შვილი და ჩემი ძმისშვილი, რომლებსაც გენეტიკურად გადაყვათ ალბათ ჩვენი ნიჭიც. ეს კერამიკის ნამუშევრები ჩემია, თიხისგან დამზადებული. ესეც ზარდახშა. ეს ხის ნამუშევრები, ეს ჩემი პირველი ნამუშევარი არის, ხევსურული ბორჯღალო და უკვე შემდეგ ეს ქართული ორნამენტები და ჩემი ხეზე ბოლო ნამუშევარი არის კესელოს ციხეები თუშეთის. ეს დედას ნაქარგები არის რელიგიური დღესასწაულების. ფერებში ჩავსვით, ეს სარკე ჩემი ძმის ნამუშევარი არის, ქვილინგი ქვია ამ ტექნიკას, ეს არის ჟურნალ-გაზეთებისგან დამზადებული. თოჯინები ყველა დედას ნამუშევარი არის, ნაქარგებია, ფიროსმანი და სხვადასხვა პეიზაჟები, ესეც დედას ნამუშევარი არის, აკვარელში ნახატი ჩემია, ესენი კაკაბაძე, ახვლედიანი, ფიროსმანი, ეს ჩემი მეგობრის ნახატი არის, გობელენში მაქვს გაკეთებული, ისინი ნაქარგებია, ესენი გობელენში არის. ეს ჩემი ნამუშევარი, ეს არის თექა, მშრალი ტექნიკით შესრულებული, თუმცა მაქვს სველი ტექნიკით შესრულებული, ქუდი, შარფი, თქვათ, სამკაულები, ეხლა აქ არ მაქვს წარმოდგენილი. ეს არის სტრინგარტი არის ფანერზე, ანუ ხეზე, ლურსმნებით და აბრეშუმის ძაფებით დაქსოვილი, სხვადასხვა ტიპის ორნამენტი, თვითონ ირჩევს, რა თქმა უნდა და ფერებს სრულიად თვითონ არჩევს. ჩემ ძმას კიდე სხვა ნიჭი აქვს. ჩემი აკვარელში დახატული ეს უკვე სიცილია არის, იქ ვისვენებდი და ტაორმინა მაქვს დახატული. ესეც ფლორენცია არის. ჩემი შვილის ნახატებია აქეთ უკვე. ეს პატარა იყო რომ დახატა ალბათ პირველ კლასში იყო და ლენტით ნაქარგებია კიდე ჩემი შვილის ელენესი. როგორც იქნა ოჯახმა მოვაბით თავი და გალერეა უნივერსში გვექნება 25 ოქტომბერს გამოფენა, რომლის გახსნაც არის 4 საათზე. გაგრძელდება 8 საათამდე, საღამოს ანუ ერთდღიანია. თუმცა მთელი დღე დილიდან ჩვენ იქ ვიქნები და ნებისმიერ სურვილს შეუძლია რომ 2-3 საათიდანაც მოვიდეს, როგორც ეცლება, ახლობლებს ველოდებით. და მზადება, რა ვიცი, ალბათ 2 თვის წინ დავიწყეთ თითქმის. ახაც ნამუშევრების ბოლომდე მიყვანა, ჩარჩოებში ჩასმა, აი ეს ყველაფრის თავმოყრა, ეს არის, რა ქვია, პროცესი არის ეს მთელი, იმიტომ რომ ჩემი და-ძმა სხვაგან ცხოვრობენ და ანუ იმათაც უთანხმდებოდით და ეს ყველაფერი ესე
საბოლოო ჯამში ჰარმონიულად ხდება, მაგრამ შოვატევადი არის და საპასუხისმგებლო რაც მთავარია. წარმატებები გამოფენის მსურველებს და ჩვენ განვაგრძობთ ერთგვარად კულტურის თემას. ფესტივალის ოქროს მუზას წლევანდელი ღონისძიება მალტაზე გაიმართა, მალტა მომასპინძლა და უფრო ცლად შესაბამისად ამ თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთენ ჩვენი სტუმრები მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ მუზას დირექტორი ბატონი დავით გეგელაშვილი და ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი მალტაზე ქალბატონი ირინა ცერცვადი დილამშვიდობისა. მადლობა მოგზაურობისათვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ წარმატებულ, ესე იგი, მალტაზე ვოიაჟს და ამ თქვენი საქმიანობის წარმატებით აღსრულებას, თუმცა უფრო ცლად უნდა მოუყვეთ საზოგადოებას. ბატონო დავით, თქვენგან დავიწყოთ. როგორ ჩაიარა მუზაზე წლევანდელმა, ესე იგი, ამ ღონისძიებამ? როგორი იყო შთაბეჭდილებები, რამდენად მაყოფილი ხართ თქვენ და მალტა დეტალურად უკვე მე ირინასთან გადავალ. კი ბატონო, შესანიშნავად. ჩვენ საერთოდ გამარჯვებულები მიყვავს ხოლმე ევროპის რომელიმე ქვეყანაში კონკურსებზე, ფესტივალებზე იქ ვაჯილდოები და წელს რადგან 10 წელი შეუსრულდა ოქროს მუზას, ამიტომ ირინას ენადადება იყო რომ მოდი გავიდეთ ახლა სულ ყველა და იქ ჩავატაროთ ფესტივალიო და ძალიან კარგად ლამაზად გოხდათ ჩატარდა ყველაფერი. ახლა რაც შეეხება შთაბეჭდილებებს, დაემთხვა იქ სამთლების ფესტივალი ქალაქ ფირგუში. შესანიშნავი. დავდიოდით ქუჩებში იყო ერთი ამბავი და საოცრებად დაემთხვა მეც იქ ვიყავი მაგ დროს. ეს დამთხევაც იყო. საინტერესო ფაქტი იყო ერთი რომ ერთ-ერთ მართლმადიდებულ ეკლესიაში იმ დღეს შევიარეთ და ბავშვებმა იგალუბეს წმინდა ღმერთო. და იქ ვინც იყო ეს მაყურებელი ასე ვთქვათ ამ ეკლესიის ძალიან ისე ამაყად გითხრა რომ ეს ეკლესია 500 წლის არისო და ეს დაშენაც 500 წლის არისო და დავიფიქრე რომ ეს ჩემო ჯვარო და ჩემო სვეტი ცხოველო, მაგრამ ახლა იმ კაცისთვის არაფერი არ მითქია. ხო, რასაკვირველია, წამოვედით მერე და ფესტივალი ჩატარდა ფანტასტიკურად, იყო ძალიან კომპეტენტური ჟიური. ხმელთაშუა ზღვის ორკესტრის ხელმძღვანელი და დირიჟორი იყო, სევილიის ორკესტრის მთავარი დირიჟორი იყო, რომელიც ასევე თავის მხრივ ცნობილი მუსიკოსები არიან. ჩვენგან იყო ენგა ბერაძე ჟიურში როგორც პროდიუსერი ჩვენი ფესტივალის და ვინ იყო ირინა მეოთხე? კონსული საქართველოს კონსული. როგორ დამოგვისწრა? საქართველოს საპატიო კონსული კუნძულ მალტაზე შესანიშნავი ქალბატონი. კი ბატონო. თავად მონაწილეებს რაც შეეხება ბატონი დავით. თავად მონაწილეები მართალია ხელავდნენ თავიდან, მე რო ნახეს რომ ეს შესანიშნავად მიდიოდა ძალიან წყნარ სიტუაციაში და ძალიან ისე არაფერი არ იყო იქ ასახელებელი. მე თვითონაც დაწყნარდნენ, კარგად გამოვიდნენ ძალიან. მე უკვე დიდ სცენაზეც გამოვიდნენ ფესტივალზე თვითონ ამ დღესასწაულზე მოწყობილი იყო დიდი სცენა და იქაც გამოვიდნენ ბავშვები და მე ერთი ქუჩა დათმობილი ქონდა მალტაში მოგეხსენებათ ვიწრო ქუჩებია, ლამაზი ქუჩები. ერთი ქუჩა დათმობილი ქონდა საქართველოს და იქ უკვე საქართველოს დროშის გაშლა და აბასულიკო და აბათვილისო ქართული ცეკვა და რავი ჯეირაი და დაწყებული ყველაფერი იცოდა ბავშვები ძალიან კარგი იყო. ქალბატონო ირინა, მალტა იმდენად ჩვენიერია და მალტას არ უკვირს ფესტივალები და ღონისძიებები, იმიტომ რომ მართლა მთელი მსოფლიოდან შეიძლება ითქვას, რომ წლის ნებისმიერ დროს რაღაც ღონისძიება ტარდება, იმიტომ რომ რაღაცა გახდა მალტა ცენტრი კულტურული შეიძლება ითქვას. რატო მალტაზე წელს, აქ ვთქვი, კიდევ ერთხელ ვთქვი, თქვენ ბრძანდებით ქალბატონ მაკასთან ერთად, მაკალაშთან ერთად დამაარსებელი ქართული კულტურის ცენტრის მალტაზე და რატომ გადაწყდა, რომ სწორედ წელს საიუბილეო ჩატარებული იყო მალტაზე ეს თქვენი ღონისძიება ფესტივალი? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. როგორც თქვენ ბრძანეთ, აი ეს ღონისძიება უკვე მე-10 საიუბილეო ჩატარდა მალტაზე. ზოგადად ეს ფესტივალი ოქროს მუზა დაფუძნდა 2015 წელს ბატონ მერაბ ბერძენიშვილის სიცოცხლეში, მათი სურვილის, მათი და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ რა თქმა უნდა ბატონ დავითთან ერთად შევძელით, რომ აი ეს ფესტივალი
ამ უკვე 10 წლის განმავლობაში ისე წაგვემართა, როგორც ბატონ მერაბს სურდა და ყოველთვის ვცდილობთ, რომ რაღაცა ეს შევინარჩუნოთ, ის რაც ბატონ მერაბისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. თვითონ ამ ფესტივალის მიზანი არის, რომ გარდა იმისა, რომ აღმოვაჩინოს ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა, შევძლოთ მათი წარდგენა საქართველოს ფარგლებს გარეთ და ამ ფესტივალის საერთაშორისო პარტნიორი არის 2015 წლიდან მალტის ქართული კულტურის ცენტრი. და სწორედ მალტის ქართული კულტურის ცენტრი ბატონ დავითთან ერთად ახორციელებს იმას, რომ გამარჯვებულები ჩვენ გავყავს სხვადასხვა ქვეყნებში. ეს არ არის მარტო მალტა, ჩვენ ვიყავით უკვე შვედეთში, ესპანეთში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთშიც მიიღეს მონაწილეობა და ვინაიდან იყო საიუბილეო და ჩვენი ორგანიზაცია არის უკვე ოფიციალური პარტნიორი, აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ ეს მე-10 საიუბილეო ღონისძიება გაკეთებული იყო მალტაზე და ასევე თქვენ თვითონ ნახეთ, რომ იყო ულამაზესი ბირგუს ფესტივალი და რაღაცა ყველაზე მეტად გამორჩეული და კრეატიული ღონისძიება 60,000 სანთელი არის განათებული და გადავწყვეტოთ, რომ სწორედ ოქროს მუზაც როგორც ყველაზე გამორჩეული ფესტივალი ყოფილიყო მალტაზე. თავად დამოკიდებულება როგორი იყო საზოგადოების მხრიდან ბატონ დავით ესეც ძალიან საინტერესო იქნება. შესანიშნავი ძალიან მოწონდათ, ძალიან ესეთი მხნეთ უკრავდნენ და შამხნევებდნენ. განცვიფრებულებიც იყვნენ, იმიტომ რომ ესეთი სანახაობა ფაქტობრივად ძალიან კარგად იყო ყველაფერი ორგანიზებული და განსაკუთრებით ეს დროშების გაშლა ამ საღამო ხანს, როცა სანთლებიანთია ეს გალობა, ეს ქართული მრავალხმიანობა, მით უმეტეს ახლა დაღიწის სულიკო, ისა თბილისო იცით თქვენ და როგორ ჟღერს საერთოდ და აი ჩერდებოდა ხალხით, ჩვენს ერგლივ იკრიბებოდა და ძალიან კარგი დამყარდა კონტაქტი. Ну, თქვათ მონაწილეებზე, აი როგორ შეირჩევა ხოლმე თქვენ ბრძანეთ, რომ ბატონ მერაბის სურვილს ვცდილობთ, რომ განვახორციელოთ და ესე მიმდინარეობს ფესტივალიო, აი რა ხდება? ვინ იღებს მონაწილეობას, როგორ ხდება შერჩევა მონაწილეების, ვიდრე უკვე საფინალო დამოგვირგვინებელი ღონისძიება გაიმართება ხოლმე? ჩვენთან მონაწილეობას იღებენ როგორც მუსიკალური სტუდიის წარმომადგენლები, ინსტრუმენტალისტები, ვოკალისტები და მინდა გითხრათ, რომ საწყის ეტაპზე ჩვენ გვქონდა მხოლოდ ვოკალის მიმართულება. მე რაღაცა ეს ფესტივალი კიდევ უფრო მეტად ფართოდ გაიზარდა და ну, რა თქმა უნდა, რახან ბატონ მერაბ ბერძენიშვილის სახელს ატარებს, იყო ფერწერა და მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ბატონ მერაბ ბერძენიშვილის საგამოფენო სივრცეში აქვს შესაძლებლობა, რომ თავიანთი ნამუშევრები გამოფინონ. მე კიდევ უფრო მეტად ფართოდ გაიზარდა და დავამატეთ კლასიკური მიმართულება, რომელსაც ამ კლასიკური მუსიკის მიმართულებას ჩვენ ყავს თავისი თქვა ხელმძღვანელი, როგორც არის მეკო ქავთარაძე და ისინი აკეთებენ ამ მიმართულებას. და აქედან გამომდინარე ეს ფესტივალი გახდა უკვე მრავალფეროვანი. ანუ ჩვენთან ურთიერთობა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ყველას აქვს იმის შესაძლებლობა, ოფიციალურად რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არის მიწოდებული საზოგადოებისთვის და ყველა შეუძლია რომ მიიღოს მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყავს კომპეტენტური ჟიური, ხდება შერჩევა და შესაბამისად მე არის ხოლმე პირველი ტური, მეორე ტური და მე გამარჯვებულებს ვთქვათ უშვებთ უცხოეთში და თვითონ მინდა გითხრათ, რომ აი როგორც თქვენ ბატონ დავითს გითხეთ, მალტის დამოკიდებულება, იმიტომ რომ ეს ფესტივალი ჩატარდა, ანუ ბირგუში იყო დასკვნითი ღონისძიება და ფაქტობრივად საპატიო სტუმარი იყო წელს საქართველოს და ბირგუს მერმა არა მარტო ეს რომ პატივისცემის ნიშნად, როდესაც ჩვენ გვაქვს იქ საქართველოს დღეები, ყოველთვის ვცდილობთ რომ საქართველოს დროშა იყოს აღმართული მერიის თავზე. აი დიდი სცენა, რომელიც არის მთავარი სცენა, დაუთმო ოქროს მუზას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათი დამოკიდებულება და არა მარტო სცენა, მთლიანი ქუჩა. და ანუ ყველასთვის იყო უკვე ცნობილი, რომ იმიტომ რომ იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ წელს კიდე ეს მუზა კიდე უფრო ფართო მასშტაბით იყო წარმოჩენილი, იყო საქართველოს კინოაკადემია, იყო ქართული ფილმი წარმოდგენილი, იყო ქართველი ხელოვანები და ფაქტობრივად წელს იყო უფრო მეტად მრავალფეროვანი და ვფიქრობთ, რომ ეს იყო საკმაოდ ისეთი საინტერესო დასამახსოვრებელი და აი ის ვისაც აქვს შესაძლებლობა და სურვილი რომ მონაწილეობა, ეს არ არის მხოლოდ რომ ფესტივალში იღებენ მონაწილეობას, ეს არის რომ ხელშეწყობა შემდგომ მათ სადაც ჟიურის უფრო მეტად გაურთულეთ მრავალფეროვანი კი ხა წელს ნუ რა თქმა უნდა ხა ჩვენ როგორც ბატონ დავითმა ბრძანა ჩვენ ფესტივალს ყავს რა თქმა უნდა მუსიკალური პროდიუსერი ქალბატონი ინგა ბერაძე სადაც ხდება რა თქმა უნდა მე ამ შერჩევა თქვათ მუსიკალური კომპოზიციების და ასე შემდეგ და რა შეიძლება შერჩევას ან როგორ ხდება გამარჯვებულების გამოვლინება
მოგახსენებთ ქალბატონებიდან ჩვენთან არის კომპეტენტური ჟიური, საერთოდ ტრადიციულად თავმჯდომარე ჟიურის გახლავთ ქალბატონი მარიკა კოლიაშვილი. დანარჩენი წევრები იცვლებიან ყოველწლიურად, ვთვლით ხოლმე უფრო სწორედ და ქალბატონი მარიკა არის თავმჯდომარე და ახლა ქალბატონი მარიკა რო იტყვის დაეჯერება და ჟიური არჩევს გამარჯვებულებს. ბავშვი პირველი ტურია ქართული სიმღერის ტური, მეორე ტურია უცხოური სიმღერის ტური და ამ ორი ტურიდან ბალების აწევა ხდება, რომ თვალსაჩინო იყოს ყველასთვის, ვინ რა მიიღო და აქედან ვინც უმაღლეს დააგროვებს. ასევე მნიშვნელოვანი რომ ზუსტად 10 წლის წინ ჩვენ ვიყავით თქვენთან სტუდიაში. სწორედ თქვენ მიყავდათ ბატონო კახა და 10 წლის წინ ალექსანდრე ზაზარაშვილი ყავდა მოყვანილი. ალექსანდრე ხოდაშვილის მიულოცა. და αλექსანდრე ზაზარაშვილი იყო ზუსტად გრან-პრის მფლობელი და იყო ძალიან მნიშვნელოვანი რომ წელსაც იყო მალტაზე. მალტაზე იყო და სწორედ ის მისი წარდგინება მოხდა და ბატონმა დავითმა გადასცა ასევე მარჩილდო. ბევრი და სხვათა შორის მოგვილაპარაკეთ რომ ეხლა რო ჩაატარებთო ალექსანდრე თხოვა ოქროს მუზასოვი მეც ამ დროს ალბათ თბილისში ვიქნებიო და იქნებ შედახება შედგა. მოკლედ თეორია დამთხევა იყო, კარგი არ კარგად შეერე გილოცავ თქვენცაც საიუბილეო მე-10 წელია და დიდი მადლობა თქვენ ესეთი მხარდაჭერისთვის. სადვართ ყოველთვის წარმატებას გესურვებ თქვენ და ყოველას ვისაც სურს რომ აი მიიღოს მონაწილეობა მნიშვნელოვან თქვენს ფესტივალში და დარწმუნებული ვარ კიდევ ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანის აღმოჩენის საშუალება მიეცემა თქვენი ხელშეწყობა. წარმატებას გესურვებ და მადლობას მოგახსენებთ ბრძანებისთვის. მე რა ბერძენიშვილი სახელობის კულტურის ცენტრ მუზას დირექტორი ბატონი დავით გეგელაშვილი და ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი მალტაზე ქალბატონი ირინა ცერცოძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. ჩვენ გადაცემას რაც შეეხება, ჩვენს მადლობა უნდა გადავხადოთ ჩვენს მაყურებელს იმისათვის, რომ მათთვის ძვირფასი დრო ჩვენ დაგვეცეს და ეს დრო ჩვენთან ერთად გაატარეს. მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის. ნახვამდის.